ხალხმა შეაფასოს. მე არ ვამბობ რომ ის ან ღმერთი იყო, ან მეფე იყო, ან რა ვიცი რა, სექტანტური ჯგუფიც ხო იყო. არ ფლობდა სასახლეებს. ნაქირავე ბინაში ცხოვრობდა, რომელსაც მრევლი უხდიდა ფულს. ბიზნესის წარმოების მომხვეჭველობის და ნათლობაში, ჯვრისწერაში, სანთლების გაყიდვაში, ხატების გაყიდვაში და ამის და ამის მაგივრად თუ რამე მიუვიდოდა მას, ფული იყო, საჭმელი იყო, სასმელი იყო თუ რა იყო, ყველაფერს არიგებდა და გაცემდა. ამას ხო ვერ უარყოფთ თქვენ, რომ ამ კაცს არც სახლი ქონია, არც მანქანა-ყოლია, არც თუ რამე მოდიოდა, ხო არიგებდა ფულით დაწყებული ყველაფერი. ხო იყო ასე? მე ხო არ ვიგონებ ამას. არსად ეს ადამიანი არ ჩდებოდა არც შოუებში, არც პიარს არ იკეთებდა, ენა რო აქვს გადმოგდებული და ახსარებებს რო ყვებიან, ფეშენ მამაოები რო ყავს ქვეყანაში. იყო მისთვის და ბევრ შეურაცხყოფას იტანდა. ძალიან ბევრ შეურაცხყოფას. სახლში იყო ადამიანი დუმარებაში არავის ხესარგის და სახლში არ აყენებდით, რამდენ შეურაცხყოფას აყენებდით, როგორ გითმენდა. ქრისტეს ვაღიარებ, მართლმადიდებლებს ვაღიარებ. ჩემთან სახლში რომ მოხვიდეთ მასე და მაგდენი პროვოკაციები მომიწყოთ, თავში ჩაგარტყამთ, რამეს კი არა, იარაღს გადმოვიყენთ და დაგხოცავთ. ყიოდა ამ ადამიანს, სიოდა, შიოდა, წამალი უნდოდა, თუ რამე უნდოდა, ხო? არავინ არ შეუწუხებია ამას. არავინ არ შეუწუხებია. არც ფულები უგროვებია მისი ჯანმრთელობისთვის. და არც სადღაც უცხოეთში წასულა სამკურნალოდ ხალხის აგროვების ხარჯზე. არც საჭმელი მოუთხოვია არავისთვის. არც შემოწირულობები მოუთხოვია ფული მომიტანეთ თქვენი გულისთვის ვილოცო. არავის არ ძარცვავდა, არავის არ ყლეფავდა. არავის. რომ ვერ დაძეხით გვეშობელ ძაღლებო, აგერ ბიზნესი, აგერ ჯიპზე შავი ჯიპი და ნომერი მამაო ესა და ეს და ესა უფალი ამნაირი ნომრები და ეს სინოდის კრება რო იწყება ძაღლები რო ყავთ იმაზე პეკინესის ძაღლები რო ყავთ და იმასთან იმას. და თქვენ გამოდიხართ, ბიჭო, ეს ხალხი გამოდიხართ, ეს ჯაღმაიძე მოხდება 64-ში?